ირაკლი კვაბახიძემ განაცხადა, რომ გამოცხადდა, ასე ვთქვათ, აბიტურიენტთა მიღება იმ კვოტების მიხედვით, რომელიც დაანონსებული იყო ეგრეთ წოდებული რეფორმის კანონ პროექტით, ანუ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. ეს არის პირდაპირ დარღვევა კონსტიტუციური უფლების მისი 27 მუხლიც და ყველაფერი, რაც არსებობს ადამიანის უფლებებზე, რომ განათლების ხელმისაწვდომობაზე, თავისუფალ არჩევანზე და საერთოდ ამ დაანონსებულ, ინიციირებულ რაღაც გაურკვეულ რეფორმად წოდებულ განადგურებას სინამდვილეში განათლების სისტემის მაინც ახორციელებს ჯიუტად საქართველოს ეგრეთ წოდებული მთავრობა და ის ადამიანები, ვინც მათ შიდა ლეგიტიმაციას უკეთებენ, არიან მათი თანამოაზრეები, თუნდაც აი ამ კონკრეტულ ეგრეთ წოდებული რეფორმის განხორციელების საქმეში.